რა ხდება ცხადი უკვე აგვისტოს ომის გადასახედიდან. ეს მე ჰიპოთეზებს კი არ ვამბობ რაღაც წიაღსვლებს. მივხვეთ ფაქტებს. ესე იგი, რა მოხდა? მოხდა ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში. მოსახლეობის სრული განიარაღება, ხო ესეა? იქა იქ შეიყვანეს ჯარი, მე იდგა იქ მეხუთე ბრიგადა, ზოგიერთი იძახდა იქ ჯარი არ იდგა. მეხუთე, ამის დადასტურება არის უმარტივესი. მეხუთე ბრიგადა, იქ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფები, საკმაოდ ეს მას მერე რაც შეიყვანეს. და ანუ ამ შეყვანით ჯარის პლუს, მაშინ მათ დაარღვიეს 94 წლის ცეცხლის შეწყვეტის, ახლა რა არის, მან პირველი რომ განაიარაღეს მოსახლეობა, მეორე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 94 წელს დადებული აფხაზეთის ომის მერე უკვე დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების თანახმად არც ერთ ხარეს იქ საჯარისო დანაყოფების შეყვანის უფლება არ ქონდა. გამიგეთ? ეხლა ნახეთ რა ხდება. მალევე ეს მოხდა ივლისში, ეს ჯარის შეყვანა, აგვისტოს სექტემბერში, მე მგონი 2006 წლის ეგრევე რუსეთმა გაიტანა გაეროს უშიშროების საბჭოს, მაგდროს მე უკვე ციხეში ვარ და იქ გაზეთებში ყველაფერს ახავს ინფორმაციას მაინც ვეცნობოდი. გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანა რეზოლუციის პროექტი, ზუსტად ამის კოდორის ხეობაში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და მთელი უცნაურობა ის იყო, იცით რომ თითო მუდმივ წევრს შეეძლო ვეტო დაედო, არავინ არ დაადო ვეტო, ეს რეზოლუცია იქნა მიღებული, საქართველოს მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ესე იგი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ეხლა ნახეთ რა არის, აგვისტოს ომი. აგვისტოს ომში რუსეთი მიზნად ისახავდა, რა თქმა უნდა, შემოჭრას ერთი მხრივ. სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და ცხინვალის რეგიონის და შიდა ქართლის ტერიტორიის, ასე ვთქვათ, აღებას. მას სჭირდებოდა მაპროვოცირებელი საბაბი და ეს მიცა მაშინ, ასე ვთქვათ, მაშინდელმა ხელისუფლებამ. მაგრამ ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რუსეთისთვის უკვე დიდი ხანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორმე აეღო ეს კოდორის ხეობა, რომელიც იყო ერთადერთი სოლივით შეჭრილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ რუსეთისთვის რა იყო აუცილებელი სასიცოცხლოდ? პირველი მოსახლეობის განიარაღება, რომ მოსახლეობა უნდა ყოფილიყო განიარაღებული, იმიტომ რომ პრობლემა იქნებოდა მათთვისაც სეპარატისტებად, ნებისმიერი ძალისთვის პრობლემა იყო კოდორის ხეობის აღება, ვინაიდან მოსახლეობა იყო ძალიან კარგად შეიარაღებული, ძალიან ბრძოლისუნარიანი იყო. ყოველ შემთხვევაში მათთვის დიდ სხვებთან იქნებოდა ეს დაკავება. ამიტომ მათ ჭირდებოდათ განიარაღება მოსახლეობის, კოდორის ხეობის, მეორე ჭირდებოდათ საბაბად რომ ცეცხლის შეწყვეტას ჩვენ კი არ ვარღვევთ ხელშეკრულებას 94 წელს. ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ, ეს ჭირდებოდათ, ეს ორი რამ და ეს ორი წინა პირობა, რო იტყვიან საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, მოსახლეობაც განაიარაღეს კოდორის ხეობაში და პლუს გამოვიდა ისე რომ ესე იგი, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნა აქეთ მხრიდან დარღვეული. ეს ორი რამე, ეს ორი პროვოკაციული საბაბი ჭირდებოდა რუსეთს, მაშინ რომ აეღო კოდორის ხეობა და მაშინ რუსებმა და სეპარატისტებმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა აიღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამხელა ძალა იდგა იქ მთელი მეხუთე ბრიგადა, მთელი დანაყოფები. უზარმაზარი შეიარაღება. ესე იგი, ყველაფერი ეს ჩატოვეს იქა და ისე რომ აქეთ მხრიდან ერთი ტყვი არ გასროლილა, ესე ხონჩით მიართვეს ტერს კოდორის ხეობა. მე მინდა რომ ამ რაკურსით, ესე რომ ვთქვათ, თანაც ყველაფერი არის ფაქტობრივ, ესე რომ ვთქვათ, მოცემულობებზე დაფუძნებული, ესე გავიაზროთ ეს მოვლენა, რაც მოხდა
გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.